არანაირი გამაყუჩებელი, არანაირი მედიკამენტი არ შველის ამ ტკივილებს და ავი ყოველ დღე თითქმის 24 საათის მანძილზე სულ ამ დღეში ვარ. 17 წელი ასე ვერძე ამ ტკივილებს და რომელიც ჩემი თანატოლები, ჩემი მეგობრები, ძვაკაცები, ამხანაგები ბურთს თამაშობენ და შეიძლება ფანჯი დაგახრა, იმიტომ რომ არ გაქვს იმის საშუალება, რომელიც გარეთ გახვიდე. ლაშა 17 წლის იყო, სკოლას ამთავრებდა, როდესაც თავისი თანატოლის მიერ შემთხვევით გასროლილი ბრმატყვია მოხდა და მას შემდეგ ამ ღვთისმიერი ბიჭის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. აღარც სკოლის ბანკეტი, ვეღარც საოცნებო უნივერსიტეტი, არც ოჯახი და არც შვილები. ის ახლა 34 წლის არის. ტყუის მოხვედრაზე უფრო მტკივნეული კი მისთვის ისაა, რომ ახლა დაბადებული დიშვილი ხელშიც კი ვერ ახავს. როცა პერიოდი დგება იმისთვის, რომ შენ ციფიქრო მომავალზე, თუნდაც შვილზე, მეორე ნახევარზე, ან ყველაფერზე და ის არის ხელი შემშლელი, როცა ფულს ეხება საქმე ჩემი ჯანმრთელობის, იმიტომ რომ პირველ რიგში ხა ფულზეა დამოკიდებული ჩემი ცხოვრება. შესაძლებელია ის დაუბრუნდე ბავშვობის წლებს, ფეხზე გავიარო და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი თანხებია საჭირო ოპერაციისთვის, რეაბილიტაციის და რა ვიცი, გვერდში დგომისთვის, რომელიც გამოჩნდა შანსი, რომ სირბილი თუ არა მაინც ფეხზე ავდგე და ფეხზე გავიარო. ძალიან გთხოვთ, ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ბევრი გადაზიარება გააკეთეთ, ლაიქი, რომ ბევრი ხალხის ყურამდე მივიდეს ეს ვიდეო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი გაჭირვებას და შეძლო მერე დახმარებას, რომელიც ძალიან გვერდში მჭირდება ყველა ადამიანის, ახლა თუნდაც 1 ლარი იქნება და თუნდაც 2 ლარი იქნება იმისთვის, რომ ვებრძოლო და ამ ტკივილებიდან გავთავისუფლდე და პირიქით უკეთ ვიყო, კარგად ვიყო, რომ ფეხზე შევძლო მეც დადგომა ამდენი წლის შემდეგ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.